მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით კვლავ ბაქსუდის მოედნიდან იწყება ჩვენი მორიგი შეხვედრა. ეს გახლავთ მეოთხე სათამაშო ტური. გაიმართა მეორიგის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პარაგრაფის და ჯეოქლინის გუნდები. გადაცემ შემადგენლობებს პარაგრაფი კარში ლუკა ხარშლავა პირველი ნომერი, ირაკლი ფიფია 3 ნომერი, თერეკლი ასათაშვილი 10 ნომერი, დათიაშვილი 7 ნომერი, ზურაბ ფეიქრიშვილი 14 ნომერი და ლაშა ლაბაძე 11 ნომერი. რაც შეეხება ჯეოქლინის შემადგენლობას, ლაშა კალანდია კარში 13 ნომრიანი მაისურით, გიორგი კალანდია 2 ნომერი, რეზი ყანჩალაშვილი 5 ნომერი, გურო მამაცაშვილი 8 ნომერი, გუყა კაცია 10 ნომერი და ლევან ძინძიბაძე 7 ნომერი. ეს გუნდები აქამდე შეხვდნენ ერთმანეთს წინა სეზონზე, სადაც პარაგრაფმა წინა შეხვედრაში 5-2 წელია მეტოქეს. ნუ იმ მაშინ პარაგრაფი პარტიულად გასული იყო ჯგუფიდან და თუმცა მაინც ეს არის ისტორია ამ გუნდებს შორის ასე გამოიყურება. გარდა ამისა, ეს შეხვედრა ატარებს საკმაოდ პრინციპულ ხასიათს. აქვს პრინციპული ხასიათი, ვინაიდან ისინი ბრძოლობენ მეორე ადგილისთვის. პარაგრაფსაც და ჯეოქლინსაც ამ წუთს აქვს 6 ქულა და მათ შორის გამარჯვებული გადავა და გაინაღდებს ალბათ ალბათობით მეორე ადგილს. დაიწყო შეხვედრა, დაიწყო ჯეოქლინმა ბურთი გადაუგდო შემდეგ პარაგრაფს, მაგრამ ძალიან სწრაფად ამოვიდა შეტევაში. ჯეოქლინი აქ მეკარე თამაშობს ძალიან კარგად. კარგი იყო პარაგრაფის მეკარე დათიაშვილი იგი შეტევას ძალიან კარგად გაიარეს მონძილი და ატმადარეზე ყანჩელაშვილი ეღობება. ამ დატკბის საკმაოდ აქტიურად დაიწყეს გუნდებმა დღევანდელი შეხვედრა. ჩაწოდება ფიფია, შორეული გასროლა, კიდევ ერთი დამატება, მაგრამ პირველ დატკბს გადაიღობა იქ. კაცია იყო თუ არ ვცდები, შემდეგ კიდევ დაამატა ფიფია, მაგრამ არაზუსტი იყო საკმაოდ შემდეგ ეს დატკბა. კალანდია არიდან დაიწყებს თამაშს. ვრცელი გადაცემა თუ გავას კაციაზე, კაცია ითამაშა ბურთზე, თუმცა ვერ დაიმორჩილა საბოლოოდ, ვერ შეემაგრა ბურთი და აუტი. ერეკლი ასათაშვილი ძალიან ცუდად მიიღო აქ ბურთი, კარგი იყო, შემდეგ პრესინგზე ძინძიბაძე და საბოლოოდ ბურთით რჩება როგორც ჩანს მაინც პარაგრაფი. ლაბაძე ბურთით ვრცელი გადაცემა, ეს არაზუსტი იქნება და კვლავ ჯეოქლინის მეკარე დაიწყებს თამაშს. დღევანდელ შეხვედრაში რთული არის თქვა თუ რომელი გუნდი არის ფავორიტი. ჯეოქლინის შეტევას მოდენ თვალყური ბოყაცა მარცხაფლანგი და ყანჩალაშვილი მოედნის ცენტრში ძინძიბაძესთან გაითამაშა. ძინძიბაძე ვერ პოულობს გაგრძელებას, გაჩერდა მოედნის ცენტრში კაციაზე. შემდეგ გადაცემა ზურაბ ფეიქრიშვილი ეთამაშება მას ართმევაზე. ძალიან კარგი არის აქ ფიფია. ძალიან ტექნიკურად ჩაჭრა ეს გადაცემა, საბოლოოდ მეკარემ შეიმაგრა ბურთი ხელში. კარგად გაატარა ასათაშვილმა ეს გადაცემა, მაგრამ ტექნიკური იყო საკმაოდ, მაგრამ საბოლოოდ ბურთი ვერ მიიღო პარაგრაფის ერთ-ერთმა მოთამაშემ. ყანჩელაშვილი გაექცა ბურთი კი ბატონო, აუტი იქნება. სწრაფად გაითამაშა ბურთი პარაგრაფმა, მაგრამ როგორც ჩანს არბიტრმა არ მიიჩნია ეს. სწორად ახლიდან გაათამაშებს პარაგრაფი აუტს. ასათაშვილი გააკეთებს ამას. ფიფია ბურთით მოედნის ცენტრში ფეიქრიშვილი ვერ დაამუშავა ბურთს, საბოლოოდ ასათაშვილი კარგი არის დასაწყობაზე, მოიგერა ბურთი აუტი. გიორგი კალანდია შეიყვანს ბურთს თამაში, უხეშად თამაშობს ასათაშვილი, ხოლო ასათაშვილი პირველ თამაშს ატარებს ასათაშვილი თავის დისკვალიფიკაციის შემდეგ და რა თქმა უნდა კვლავ შოუ სტილში თამაშობს უხეშად. მას დისკვალიფიკაცია მოგეხსენებათ ჰქონდა ზედზედ 2 ყვითელი ბარათის მიღების გამო. აქ ფეიქრიშვილმა ჩაჭა ბურთი მოიპარა დათმო კარის მმართველები და კარგი არის კარში კალანდია. მარჯვენა ფეხით უწყავდა ზურაბ ფეიქრიშვილი, მოგეხსენებათ ის ცაცია და ვერ გამოვიდა ესე დარტყმული როგორც მას სურდა. კვლავ კარგი არის პარაგრაფი ართმევაზე, დათიაშვილი მარცხაფლანგზე და საბოლოოდ ბურთი რჩება პარაგრაფს. დათიაშვილი შეიყვანს ბურთს თამაში. ლაბაძე ეხსნება ავისვე ფლანგზე, მარცხნივ ნახოთ გაგრძელება ფიფია დარტყმას ცდილობდა, მაგრამ აეჭრა ბურთს საბოლოოდ აუტი. ყანჩელაშვილი ბურთით მამაცაშვილზე გადაცემა. ძალიან კარგი ჩანაფიქრი იყო, მაგრამ არ გადის ეს გადაცემა. ასათაშვილი 2-1-ზე არის შეტევა ფაქტობრივად დათიაშვილი და ეს ჯარიმა არ არის როგორც ჩანს აუტი. არ მიიჩნია თამაშის წესების დარღვევად.
შეხვედრებს თავმა არბიტრმა ეს მოქმედება. შეუქმნის ერთ-ერთი მოთამაშე ასათაშვილი ბურთით. დათიაშვილზე გადაცემა მონის ცენტრში შეყოდნენ პარაგრაფის მოთამაშეები, საბოლოოდ მოიგერია ბურთი ჯეოქლინმა და ასხლეტის შემდეგ ბურთი რჩება კვლავ ჯეოქლინს. კალანდია არიდან იწყებს საკუთარი გუნდის შეტევას მონის ცენტრში მამაცაშვილი ჩამოიღო ბურთი ძალიან კარგად, მაგრამ ასათაშვილი ძალიან კარგი არის. აფრენაზე 3-2-ზე არის შეტევა ფეიქრიშვილი დარტყმით არის მმართველები და არასუსტია ეს დარტყმილი. ცოტა გაასწრო მგონი ბურთს ამ მომენტში შესაბამისად ვერ მოახერხა ფეიქრიშვილმა ბურთის სწორი მიმართულებით გაგზავნა. ჯეოქლინის კარში ვაბაძე ბურთით, პარაგრაფი არის ბურთით. საწყის ეტაპზე უფრო აქტიური მაინც პარაგრაფი არის, ჰქონდათ მომენტები, ზურაბ ფეიქრიშვილს ჰქონდა ორი მომენტი და სწორედ წინა შეხვედრაშიც ეს ვახსენეთ. ძალიან ბევრ მომენტს აფუჭებს თავიდან, მაგრამ შემდეგ იტანს გოლებს. წინა შეხვედრაშიც მან ჰეტრიკი გაიფორმა მოგეხსენებათ. და გახდა კვირის საუკეთესო მოთამაშე. მამაცაშვილი ბურთით აქ ვერ გაკეთა გადაცემა, შემდეგ დაცვიდან ვერ ამოდის პარაგრაფი და აუტი კვლავ ჯეოქლინი არის ბურთით. კალანდია ბურთით. და როგორც ჩანს, პირველი სრულება შეიძლება არ იყოს სრულება, უბრალოდ ფეხი გაეჭიმა, როგორც ჩანს. გურო მამაცაშვილი ჯეოქლინს ვანომერს და აგრძელებს გურო თამაშს. აბა სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორც ჩანს ამ მომენტის შემდეგ. ძინძიბაძე სწორედ ის არის ბურთით მამაცაშვილი. კალანდია განძმაზე გააკეთა გადაცემა. თუმცა შეცდა ამ მომენტში კალანდია და არ გავიდა გადაცემა, რომელიც ჩაფიქრებული იყო მამაცაშვილზე. ფიფია ბურთით. გადაცემა, გადის ეს გადაცემა ფეიქრიშვილზე მიიღო ფეიქრიშვილმა ბურთი, თუმცა შემდეგ ვერ თამაშობს რბიზნე მამაცაშვილი კარგი არის დაცვაში. ეთყობათ გუნდებს, რომ სამი ქულა და მეორე ადგილი დევს სასწაულზე. ფრთხილობენ ყველა მომენტში გუნდები და ეს რა თქმა უნდა ლოგიკურიც არის სცენარიდან გამომდინარე. ხლაბაძე დაცვაში თამაშობს საკმაოდ კარგად, გაუმკლავდა იგი ლევან ძინძიბაძეს კალანდია ბურთით. ხანჩელაშვილი მონის ცენტრიდან საკუთარ ნახევარზე მამაცაშვილი მარჯვენა ფლანგზე ძალიან კარგად მონახა კალანდია, შემდეგ არ გაცემა კაციაზე. კაცია ცოტა ჩრდილში არის. კი ბატონო, მაინც ვერ აგრძელებს ჯერჯერობით მამაცაშვილი თამაშის გაგრძელებას. ვერ ახერხებს თამაშის გაგრძელებას და მასვლის ლუკა მაღლაკელიძე. გრძელი გადაცემა დათიაშვილი ვერ იღებს ბურთს. კვლავ კალანდია კარიდან იწყებს თამაშს. ანჩელაშვილი, კაცია მოდის ცენტრში. გავიდა მასზე ასათაშვილი. გრძელი გადაცემა მიიღო. ეს გადაცემა მაღლაკელიძემ ახლა ჩემს მოთამაშე, მაგრამ საბოლოოდ ბურთით მაინც დარჩა ჯეოქლინი. ძინძიბაძე დარტყარეს ფოკას გავდა, მაგრამ ცოტა ძლიერი იყო ეს გადაცემა 200 ძინძიბაძემ. ფეიქრიშვილი ფიფიას აძლევს მითითებებს მთავარი არბიტრი. სწორედ მან შეიყვანა ბურთით თამაში ასათაშვილი ბურთით. გადაცემა არ გადის, ჩაიჭრა ძინძიბაძის მიერ საბოლოოდ გამომიშავა ჯეოქლინმა აუტი. კაცია ბურთით შეუძლია აქენა დარტყმა გარის მართულებით ასათაშვილი კარგი არის დაცვაში გადაეღობა ამ დარტყმას. კალანდია საკუთარ ნახევარზე მარტოა ძალიან რთულ სიტუაციაში არის. ხა კალანდია აებდა ბურთით ძალიან კარგად სამოაქვს ბრავო. მოუწონეს ბურთის შემატკივრებას გაწყობა, ბურთითაც დარჩა შემდეგ ჯეოქლინი, მაგრამ კარგი არის ასათაშვილი. 10 ნომრების ჯახი იყო. ახლა მოდის ცენტრში საბოლოოდ მაინც დასრულდა თქვა. კაციას გამარჯვებით ვინაიდან ბურთი დარჩა მას აქ ასხლეტა კარისკენ თან ახლოს გაიარა ბურთმა საბოლოოდ კალანდია ისე ბურთით. მე-10 წუთი მიმდინარეობს შეხვედრის პირველ ტაიმის ანგარიში ფრე 0-0. მაღლაკელიძე ბურთით. კაციას თუ შეეძლო დაეტოვინა, მაგრამ აქ ბურთი მოიპოვა და მოიპარა დათიაშვილმა, მაგრამ დაკარგა მალევე როგორც მოიპოვა ეს ბურთი. მაღლაკელიძე კაცია შეუძლია დარტყმა ფიფია თამაშობს და შეუვალი კედელით დაცვაში. კალანდია ბურთით აუტიდან შეიყვანა ბურთი თამაში. მაშა კალანდია, ყანჩელაშვილი, კაცია ყანჩელაშვილი, ძინძიბაძე რა კარგი გათამაშება და ბრავო! ეს მოიხდება ანგარიში და
გენიალური იყო ეს მოქმედება მთლიანი გუნდის ძალიან კარგი კომბინაცია გაითამაშა ჯეოქლინმა და დაწინაურდა დღევანდელ შეხვედრაში მაღლაკელიძე გატანილი გოლის ავტორი თუმცა ვერ ვიტყვით თუ რომელ მოთამაშეს უფრო დიდი წვლილი მიუძღვის ამ გოლში ვინაიდან ეს იყო გუნდური ძალიან კარგი გოლი აქ ძინძიბაძე ისე მოიტარა ბურთი მაგრამ არტემოვზე თამაშობს შემდეგ ესინგზე კარგად ფიფია ფიფია თამაშობს კარგად მაგრამ ძალიან მწარე ბურთი მოიგერია ახლა უცის არეში მოხდა მას ბურთი და გააჩერა არბიტრმა დღევანდელი შეხვედრა ჯერჯერობით იწურვა მე-11 წუთი ძალიან მწარი არის შეძლიერა დარტყმის გადაეფარო მუთმეტეს მაშინ როდესაც ბურთი ასე ხერხულად დას მიცილში ხდება თუმცა გაუმკლავდება რა თქმა უნდა ამ ტკივილს ფიფია საბოლოოდ ყველა ტკივილს უძლებს როგორც შანსს ეს ადამიანი დათიაშვილი ძალიან კარგი არის დაცვაში ჯეოქლინი აართეს დათიაშვილის ბურთი ლუკა კაცია მარცხენა ფლანგიდან შეიწია მონის ცენტრში გადაცემა ძინძიბაძეზე გაიქცა ყანჩელაშვილს ამ მომენტში ბურთი კარგად გაითამაშა ბურთი პარაგრამმა ფიქრიშვილი კარგი არის საბოლოოდ დაცვაში ყანჩელაშვილი როგორც ჩანს ბურთი დატოვა ბოლოს ბურთმა დატოვა ბოლოს მონის პარკლები ფიქრიშვილისგან ბურთით არის კლავ ჯეოქლინი გზელი გადაცემა მაღლაკელიძეზე კიდევ გაცემა მაგრამ ძინძიბაძე პირველია ბურთზე ეს ჯარიმა არ არის როგორც ჩანს ასეთაშვილი მოდის ცენტრში ჯარიმა ძინძიბაძე ჯარიმდება ამ მომენტში მონის ცენტრიდან სტანდარტი გამომუშავა მონის ცენტრში პარაგრაფა და ვნახოთ როგორ დაასრულებენ ამ მომენტს დათიაშვილი და ფიფია ამ დროისთვის ბურთთან ნახოთ რას მოიმოქმედებს პარაგრაფი ამ მომენტში გაისმის არბიტრის სასტოენი დათიაშვილი დარტყმა და აქცია გოლა დათიაშვილმა ეს სტანდარტი კედელში გადურა ბურთი როგორც ჩანს და საბოლოოდ კედლის შემდეგ ფეხებშუა გაუძვრა ბურთი ჯეოქლინის მეკარეს ერთ-ერთი ხდება ანგარიში და ყველაფერი იწყება თავიდან. ანგარიში კვლავ საყაიმოა და მიმდინარეობს შეხვედრის მე-13 წუთი. კალანდია ბურთით ყანჩელაშვილი მეკარეზე გადაცემა, ეს ამ გადაცემას ჭრის ფიფია საბოლოოდ ბურთს ვერ მიასწრო დათიაშვილმა. კაცია მოდის ცენტრში. აიჭედა გადაცემის გაკეთების სას, შემდეგ აკეთა მაინც, მაგრამ არაზუსტია ფიფია ბურთი დათიაშვილი. კაცია ენარჩუნებს ბურთს, ირღვეოდა მასზე თამაშის წესები. კაცია მოდის ცენტრში. ასათაშვილი წინააღმდეგ გადაცემა ყანჩელაშვილზე. შემდეგ არ გაცეს გადაცემა ლაბაძე, კარგი არის დაცვაში, კვლავ რეზი ყანჩელაშვილი აქ. კარგად თამაშობს ფიფია დაცვაში, მაღლაკელიძე ბურთით. დაუტოვა კაცია, შეუძლია ამ უკანასკნელს დარტყმა. ჯერჯერობით შეაყოვნა. გადაცემის გაკეთება ან დარტყმა. კაციამ საბოლოოდ ყანჩელაშვილი მოძებნა ძალიან კარგი არის ყანჩელაშვილი, მაგრამ არ გამოდის. ტექნიკურად სურდა მას გადაცემის გაკეთება, ასათაშვილი შემდეგ ძალიან მარტოა დაართოს მას ბურთი და უკან დააწყნა რა, უკან გააკეთა გადაცემა მაღლაკელიძემ დააწყნა თამაში. კალანდია ბურთით. გუნდის კაპიტანი ძინძიბაძე მიიღო მაინც ძინძიბაძემ ბურთი, არ გასულა ჯერ მონის პარკის გარეთ, საბოლოოდ აიხა დატოვა მონის პარკლი ბურთმა. გაექცა ბურთი. კალანდიას სრულება ყანჩელაშვილი არა უკაცრავად ძინძიბაძე ტოვებს. მომეჩვენა თითქოს ყანჩელაშვილი ტოვებდა, მოედანს ვინაიდან ის იყო გასმოედის გასასვლელთან ყველაზე ახლოს. თარასელია შემოდის მოედანზე, ჯეოქლის 9 ნომერი დაისვენებს. მან ძინძიბაძე და პარაგრაფის მხრიდანაც არის სრულება ბაჩააბუსერიძე შემოდის. პარაგრაფის 8 ნომერი და ასვენებს იგი ერეკლე ასათაშვილს. გადაცემა მოდის ცენტრში აქვს სივრცე ზურაბ ფიქრიშვილის დარტყმა გარის მართულებით. რიკოშეტი და კუთხური. აბუსერიძე ბურთით. ძელი გადაცემა დათიაშვილი თუ მიიღებს ბურთს დაარტყმა გარის მართულებით და უხერხულად იგერებს ამ დარტყმას. კალანდია. მაგრამ მაინც როგორც ეს დატოვა მოდის ფარკლები ბურთმა. კიდევ ერთი კუთხური. დათიაშვილი დარტყმა გადაეღო ამ დარტყმის ჯეოქლინის მცველი საბოლოოდ. აუტი, რომელსაც მოაწვდის ჯეოქლინი რჩევა ბურთით როგორც ჩანს. ლუკა კაცია მოედის ცენტრში. გადაცემა კალანდიაზე.
შემდეგ დარასელია მონახა, მაგრამ არასდროს არ ის გააცემა აუტი. იმდენარავს მე-16 წუთი პირველი ტაიმის ფიფია. ძელი გადაცემა ყანჩელაშვილი მოიგერია ეს გადაცემა და დათიაშვილი ჩასაფრებული შეუქმნის საჯარიმოში, მაგრამ არ მიუშვა იქამდე ბურთი. ყანჩელაშვილმა ფეიქრიშვილი ბურთით აუტიდან შემოიყვანს ბურთის თამაში. ჯერჯერობით სივრცე არ ჩანს. გადაცემა ლაბაზაზე დაგდა კარის მიმართულებით და არ გადის გოლი როგორ ჩანს, თუმცა არ გამოჩნდა ეს დინამიკაში. ხო თუ არა გოლი გრძელდება, მაინც შეტევა არ ითხოვს ვიდეო გადამოწმებას, პარაგრაფი როგორ ჩანს და საინტერესოა საერთოდ რატო არ ითხოვს. სულება მამაცაშვილი დაბრუნდება მოედანზე. დაეშვენებს მაღლაკელიძე, ასევე კალანდია გადის მოედნიდან და დატოვებს. საჩემოა მოედანზე რობაკიძე. ხო, ძალიან საერთო იყო პრინციპში გადაცემა, მაგრამ ვინაიდან არ მოუთხოვენ ვიდეო გამეორება. ჩაიარა ამ მომენტმა ანგარიში კლავ 1-1-ია და ბურთით არის ჯეოქლინი. ათამაშა ვენის ცენტრში არ გამოდის ფეიქრიშვილი ბურთი დათიაშვილზე კარგად თამაშობს. დაცვაში ახლა შემოსული დაბრუნებული მოედანზე მამაცაშვილი დარტყმა კარის მიმართულებით და კარგი იყო პარაგრაფის მეკარე საბოლოოდ ბურთი მოხვდა რობაკიძეს, მაგრამ კარში მაინც ვერ შევიდა, არ და ახლოს იყო ამ ყველაფერთან. ჯეოქლინი ვერ აგრძელებს მაინც თამაშს, ვერ აგრძელებს სამწუხაროდ ყურო მამაცაშვილი და მოედანზე დაბრუნდა კალანდია მის ნაცვლად. დათიაშვილი მარცხენა ფლანგზე ორ მოთამაშეს შორის მოუწია თამაში და საბოლოოდ დაიკარგა. აკარგა მან ბურთი. ყანჩელაშვილი ძალიან კარგი არის მოძრავაზე, წაიღო ბურთი, მოედნის ცენტრში კაციაზე გადაცემა, ნახოთ რა ზიზავს გუკა კაცია, პასი და ცაცი ვაფეხი. ამიკო რობაკიძემ. სულება ერეკლე ასეთაშვილი ბრუნდება მოედანზე და იგი შეცვლის ზურა ფეიქრიშვილს. გავიდა და ტოვა მოედის ფარგლები პარაგრაფის გოლიადორა ნახოთ. ამ ფორმაციით რა ზავს პარაგრაფი ასათაშვილი კარგად თამაშობს აქ, თუმცა მეგონი არ უღებს თამაშის წესებს, კაცია მაინც ინარჩუნებს ბურთს. რა თქმა უნდა აცდიდა კაციას. საბოლოოდ დაეკარგა წონასწორობა, მისცა უპირატესობის უფლება, მაგრამ ასათაშვილმა რა თქმა უნდა არ გვიყვეს გააგრძელა თამაშის წესების დარღვევა. საბოლოოდ ჯარიმა და დაახლოებით 2 წუთი რჩება შეხვედრის პირველი ტაიმის ძირითადი დროის დასრულებამდე. ყანჩელაშვილი გრძელი გასროლა, თუმცა არაზუსტი არის ეს დარტყმული. კარიდა განაახლებს თამაშს პარაგრაფი. ძელი გადაცემა ფიფიასი ძალიან კარგი არის. დათიაშვილი მიიღო ბურთი დარტყმა კარის მართულებით, კარგად თამაშობს კალანდია ამომეჩი. კაცია მარცხენა ფლანგიდან აბუსერძე ძალიან კარგი არის დაცვაში და შემდეგ ძალიან კარგი არის ფიფია წამოიღო ბურთი დარტყმა კარის მართულებით რიკოშეტი ყანჩელაშვილი გადაიღო ამ დარტყმით აუტი. დაუტოვა ბურთი აბუსერიძემ ასათაშვილს აუტიდან ათამაშა ბურთი პარაგრაფმა აბუსერიძე უთხოვს კარის მართულებით არაზუსტია ეს დარტყმა. კალანდია ბურთით წებს კარიდან საკუთარი გუნდის შეტევას ყანჩელაშვილი რობაკიძე ყანჩელაშვილი გზელი გადაცემა გზელი არ უფრო დაბალი იყო, მაგრამ დისტანცია საკმაოდ შორი იყო. დარასელიაზე არ გავიდა, მაგრამ ეხლა მიიღო ბურთი დარასელიამ. ყანჩელაშვილი კაცია აბუსერძის წინააღმდეგ მოძრაობა კარგი იყო, შემდეგ შეყონდა გადაცემა კალანდიაზე. კალანდია მაღალი გადაცემა ბურთს ვერ მიასწრებს დარასელია. საბოლოოდ აუტი ლაბაძე შემოიყვანს ბურთს თამაში პარაგრაფის მხრიდან. ფიფია ბურთით. აბუსერიძეზე მარჯვენა ფლანგზე გადაცემა, შემდეგ არ გადის. ამოკარესას გადაცემა, მაგრამ ბურთის მაინც პარაგრაფი ასათაშვილი ლაბაძე და რაც სუდად უყავს ლაბაძე. როგორი კარგი მომენტი ჰქონდა ეხლა პარაგრაფს და როგორ გააცუდეს ეს მომენტი. ინძილო დაისაჯოს ამისთვის პარაგრაფი. ყანჩელაშვილი ბურთით.
კალანდია. ძალიან კარგად თამაშობს, აქ დარასელია. შემდეგ აცია ცდილობდა შეეგდო ბურთი საჯარიმოში, მაგრამ დაასწრეს მას ბურთზე თამაში. ანჩელაშვილი. შეიმაგრა ბურთი. რობაქიძემ დაამხნევებენ. ამ მომენტში შემდეგ რა თქმა უნდა საჭიროა საკუთარი გუნდის გუნდელების მხრიდან გამხნევება, როდესაც არ მიდის თამაში ისე როგორც უნდა წაგივიდეს დათიაშვილი ბურთით მარჯვენა ფლანგზე. ნახოთ, მოუწია უკან დახევა ფიფია შემდეგ ბურთით. კარგი არის ფიფია, მაგრამ სარისკო არის ეს ყველაფერი, შემდეგ ორკაჩუა მაინც გაძვრა ფიფია, ანუ ძალიან აქვს მას უპირატესობა. ფიზიკურად ძალიან დიდი არის და ძლიერი ფიფია მოიგერია ბურთი ახლა. ამ მომენტში აუტი. არასელია განაახლებს თამაშს და ამოიწურა ძირითადი დრო. ალბათ ბოლოს შეტევას ვადევნებთ თალყის პირველი ტაიმის. კალანდია ბურთით. უკან გადაცემა. ეკარე შემდეგ დარასელია დაუგდო ბურთი აქ ხელი თამაში არ არის. როგორ ჩანს კარისკენ მიდის ბურთი და ცოტა წინ იყო გამოსული. შეუქმნის მეკარე საბოლოოდ არ წავიდა კარისკენ. ეს მოგერიება, გასათაშვილი ჩაჭრა გადაცემა დარტყმა კარის მმართველები და არაზუსტია და როგორი კარგი მომენტი ჰქონდა ერეკლე ასათაშვილს და როგორ ვერ გამოიყენა ეს მომენტი. თავშა ძალიან ცუდი შეცდომა ხანჩევაშვილმა და დასრულა პირველი ტაიმი ანგარიში 1-1 შევისწონა და ახლა ფუძე დაგიბრუნდეთ მეორე ტაიმით. არე ხო კი ბატონო არის. მოგესალმებით ყველა მეგობრებო, მაშინ საიწყება მეორე ტაიმი. შეხვედრაში რომელიც იმართება ჯეოფის პარაგრაფს შორის შევახსენებთ. ანგარიში პირველი ტაიმის შემდეგ არის 1-1 გაცვალეს მომენტები და გოლები გუნდებმა და ნახოთ რას მოიფიქრებენ ისინი მეორე ტაიმში. აუტიდან ათამაშებს ბურთს პარაგრაფი ასათაშვილის გადაცემა ჩაჭრა მაღლაკელიძე, მაგრამ საბოლოოდ კვლავ აუძე გადადის ბურთი. მოიგერია ბურთი ფიფიამ. ბარბაკაძე ჩადგა ჯეოქინის კარში, როგორც ჩანს პირველ ტაიმის შემდეგ. და კალანდია თამაშობს მეორე ტაიმზე. საინტერესოა და ძალიან კარგია, რომ გუნდს ყავს ესეთი უნივერსალი მოთამაშეები. ჯეოქინი ბურთი ძინძიბაძე დაუგდო კაციას და აზიზავს ჯეოქინის 10 ნომერი დარტყმა და შეაგდო კაციან ანგარიში ხდება 2-1 სადღაც უნდა გაეტანა ამ ადამიანს ყველგან გამომეყარა როგორც ჩანს ახლა დაბრუნებული მეკარე თემო გოგიძე რომელიც იმყოფებოდა საზღვარგარეთ არ დადეგებზე ესე თქვა რაღაც დაბრუნდა ჩადგა მეორე ტაიმში კარში და მიიღო ძალიან მალევე საკუთარ კარში გოლი აქ დათიაშვილი კარგად მიიღო ბურთი დაამუშავა მოდის ცენტრში და არაფერს როგორც ჩანს ჯარინა ძინძიბაძე მოდის ცენტრში შემდეგ მაღლაკელიძეზე გადაცემა ყანჩელაშვილი თუ გაიტანს საქმე ძალიან სწრაფად კაცია მეორე გოლი დაკნა და 3-1 ძალიან მალე გაიფორმა დუგი კუკა კაცია ეს მოსარიც აქ არაგაბის მეკარეზე საუბარი არაბა ვახშოს ის საკეთესო იყო მეორე სეზონში ამ ტურნირის საკუთარ მეკარე გახდა მოგეხსენებათ ზოგადად ძალიან სტაბილური მეკარე არის ახლა ძალიან ცივი გადაცემა და მეგონი აიჭრა პარაგრაფ თوارცები და თوارტყუი შემიტუცა ძინძიბაძე აკეთებს ყველაფერს რაც სურს მეტოქის საჯარიმოში გახდა და რა ხდება 4-1 ანგარიში და ძინძიბაძემაც გაიტანა თავისი გოლი. არ ვიცი. აჭრილია მეორე ტაიმში პარაგრაფის სრულად მოშლილი. არა და რატომ საინტერესოა პრაქტიკულად არაფერს არ თქონდა ეს გოლი პირველ ტაიმში და 2 წუთი ნახევრის შემდეგ ანგარიში არის 4-1. სამწუხაროდ ესე დაბრუნდა კარში. თემურაზ გოგიძე. გაისმის გამხიარულნე ჯეოქინის გულშემატკივრები რა თქმა უნდა კავკასიაძე არიან ისინი 4-1 იგებს მათი გუნდი და იმყარებენ ბეჯგუფში მეორე ადგილს. თამაშები ფეიგრიშვილი ბურთით არ გამოდის ამ მომენტში თამაში კვლავ ფეიგრიშვილი არის ბურთით მოედის ცებრისკენ შემდეგ ძალიან სულ თამაშობს ფეიგრიშვილი ამ მომენტში საბოლოოდ ბურთი რჩება
პარაგრაფს. კი ბატონო, პარაგრაფში შევაბურთი და თიაშვილი შემოიყვანს. ბურთს თამაში აუტიდან. ფეიქრიშვილი არ გამოდის, მოძრაობა კაცია მიუხვდა ჩანაფიქს. დაუგდო მაღლაკელზე, შემდეგ კაცია ძიძიბაძე დარტყმა. დაიგერიებს ამ დარტყმას. პარაგრაფის მეკარე რა კარგი მომენტი ხონდა ამ მომენტში და თათიაშვილს ერთიებზე იყო მეკარესთან და ძალიან ცუდად თამაშა, ძალიან ცუდად დაარტყმა ამ მომენტში კარისკენ. უმალვე შეცვალა პარაგრაფა მეკარე. ყოლავ ლუკა ხარშილავა ჩადგა კარში. იმედიას არ იქნება ფსიქოლოგიურად დიდი დარტყმა თემურაზ გოგიძესთვის აქ თავგანწირი თამაშობს კალანდია ამ მომენტში. დათიაშვილი მონის ცენტრში შეყონდა, მაგრამ კარგი არის დაცვაში. კარიდან გამოსული კალანდია დარტყმა კარის მართლობებით იგერებს ამ დარტყმას. პარაგრაფის მეკარე კიდევ ერთი დარტყმა კიდევ იგერებს საბოლოო გადაწყვეტა და ბუთი და ეკური. ალბათ მიწვენ შეიძლება პარაგრაფის თამაშამდე გულშემატკივარი, მაგრამ ალბათ ჯობდა რომ დაესრულებინა ეს თამაში. დაეგზალებინა მეორე ტაიმი ხარშილავას. ვინაიდან ის უკეთესად გამოიყურება გაცილებით. ძველი გადაცემა ყანჩელაშვილი მიიღებს ამ ბურთს. ძიძიბაძე მარცხენა ფლანგზე კარგად დააყენა კორპუსი მაღლაკელზე, მაგრამ მაგის გადაცემა ძალიან ტექნიკურად ჩამოიღო ბურთი. თათიაშვილმა ფეიქრიშვილი ბურთით ვერაფერს ვეღარ აკეთებს ფეიქრიშვილი. მეორე ტაიმში მაღლაკელიძე. კაცია გრძელი გადაცემა, ეს გადის ყანჩელაშვილზე არ ეუბნება ამის. საბოლოო დარტყმა კარიდან. იფია გრძელი გადაცემა ასათაშვილი ძალიან ცუდად დაამუშავა ეს ბურთი. აუტი. არბაკაძე ბურთით ყანჩელაშვილი. მაღლაკელიძე მარცხენა ფლანგიდან. ძიძიბაძე ძალიან კარგად გაითამაშა კაციასთან ბურთი, მაღლაკელიძე ვერ შეცვლა ბურთს, შემდეგ ფიფია. ფეიქრიშვილი მარჯვენა ფლანგზე გადაცემა არაზუსტია, ჩაჭრა ეს გადაცემა კალანდია და 4-2-ზე არის შეტევა. მეკარე როგორ კარგად თამაშობს გამოსვლაზე, მაგრამ კлау ძიძიბაძეა ბურთით და ძალიან უხერხულად ითამაშეს ამ მომენტში 3-1-ზე ფაქტობრივად არ გამოვიდა არაფერი. ფეიქრიშვილი დარტყმა კარის მართლობებით არაზუსტია, მაგრამ ჯობდა გადაცემის გაკეთება. ცვლილებას აკეთებს პარაგრაფი. ასათაშვილის ნაცვლად შევაბაჭა აბუსერიძე და ძმა შეცვლის ძმას. ლაშა კალანდიას ნაცვლად შევა მოედანზე გიორგი კალანდია. საბოლოოდ მოედის ცენტრში ჯახი დასრულდა ჯეოქლინის გამარჯვებით. მაღლაკელიძე ბურთით აბუსერიძე მოახერხა გამოტანა, ბურთის სახეში ხდება ბურთი. შემდეგ მოერამ დათიაშვილი პირველი არის ბურთზე გაიგო ბურთი შეუძლია დარტყმა კარის მართლობებით. მეკარე იგერიებს ამ დარტყმულს. ბრავო, ძალიან კარგი არის ამ მომენტში. გიორგი ბარბაკაძე თქ როგორც ჩანს გოლი გავიდა. ოძიშეთით მეგობრებო გამომეპარა ეს მომენტი. ფიფია ხდება გადაიღოს გოლის ავტორი, ძალიან სწრაფად გაითამაშა ბურთი პარაგრაფმა და შეამცირა სხვაობა. ფიფია 4-2 ხდება ანგარიში და ორბურთიანი უპირატესობას მაინც ინარჩუნებს ჯეოკლინი. ყანჩელაშვილი ავიდა ართმევაზე, ფეიქრიშვილი საბოლოოდ აუტზე გადადის ბურთი. და სწრაფად მოხდა წინა მომენტში ყველაფერი. სწრაფად არ ხდება ხოლმე, მაგრამ ესა ფეხბურთი დარტყმა კარის მართლობებით ყანჩელაშვილი უყავდა. არ გადის და ბრაზობს ძინძიბაძე საინტერესო რაზე გაბრაზ დაუნჩა, ალბათ სურდა რომ პასი გასულიყო მასზე. ფიფია კიდევ ერთხელ მოსინჯა ძალები, არ გადის ეს დარტყმული. შემდეგ ყანჩელაშვილი, ფიფია ძალიან კარგი არის ართმევაზე, კლავის არის ბურთით. აბუსერიძე ვერ მიიღო ბურთს მოეც ცენტრში, მაღლაკელიძე წამოეყარა უკნიდან. ძიძიბაძე ძალიან კარგი გადაცემა და კაცია გაცდა ყველაფერს დარტყმა კარის მართლობებით. მეკარე მაჯობა მაინც და ჩელენჯს იღებენ ჯოგნის მოთამაშეები შესაძლო ხელის თამაშზე, ალბათ ხელით თამაშზე. ნახოთ უნდა გადაამოწმოს ეს მომენტი. თარმა არბიტრმა ნახოთ რა ვერდიქტს გამოიტანს თავარი არბიტრი. ამ მომენტის შემდეგ ამოწმებს ამ მომენტს დაველოდოთ. ძალიან მკვეთრ მოძრაობას აკეთებს
ერთ-ერთი მძღოლი, რომელი მარკის ავტომობილი არის, მე ვერ გავარკვევთ. სახმა გაისმის საკმაოდ დიდი ეს. ნახოთ. შემოხდნენ გარშემო მოთამაშეები და როგორც პენალტი არ არის. ანიშნა. არ ვიცნობ ეს არ იქნება არანაირ 11 მეტრიანი და ყანჩელაშვილი განაახლებს თამაშს. ასათაშვილი უნდა მოედანზე წვის ფეიქრიშვილს მოწყენილი არის. ფეიქრიშვილი არ მისდის დღეს თამაში წინა შეხვედრაში. მეტრი გაიფორმა, ახლა ვერ ახერხებს იგი გოლის გატანას და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც არ არის ძალიან მაღალი. ხანდელ შეხვედრაში ხდება ეს ყველაფერს, მაგრამ საბოლოოდ ძალიან მაღალია ამ მოთამაშის მარგი ქმედების კოეფიციენტი, რომელსაც უკვე დუბლი აქვს საკუთარ ანგარიშზე. ძინძიბაძე ძალიან კარგია, მოძრაობები შეუძლია მას ხანდახი დარტყმა. ყანჩელაშვილზე გადაცემა მეკარე ძალიან კარგი არის. ბრავო. და შემდეგ ძელი გადაცემა პიპია თუ მიიღებს ამ ბურთს ვერა ძალიან მაღალი იყო და გრძელია ეს გადაცემა. ყანჩელაშვილი ბურთით. ახლა რა გაგრძელებას მონახა სავამეთში, მაღლაკელიძე. მარცხენა ფლანგიდან დარტყმა შორეული. ასათაშვილი ეღობება ამ დარტყმულს. ყანჩელაშვილი კვლავ მოდის ცენტრში, კაცია მიიღო ბურთი. კვლავ ყანჩელაშვილზე გადაცემა, საბოლოოდ ბურთი მიდის რობაქიძემდე, გრძელი გადაცემა აიტანა. ზევით ბურთი აქ მაღლაკელიძე პირველი თუ იქნება ამ ბურთზე, მაგრამ კარგი არის. პირველი თამაშობს ხარშილავა ამ ბურთზე, მოგერიება შემდეგ დარტყმა კარიდან. დაახლოებით 10 წუთი ამოიწურა მეორე ტაიმის და რჩება შესაბამისად დაახლოებით 10 წუთი. ყანჩელაშვილი არავინ არაფერი უშლის ხელს ამ მომენტში. მაღლაკელიძე კაცია. ბურთით გადაცემა არ გადის ძინძიბაძე, მაგრამ კლაუს არის ბურთით გათამაშობს ამ დაზღვაზე. ყანჩელაშვილი არ მისადათიაშვილს დაეუფლებოდა ბურთს და აბუსერიძე აუტიდან. არაგრაფმა გაითამაშა აუტი. დათიაშვილი ფიფია მიიღო ბურთი გადაცემა აბუსერიძეზე და რეფერიერი ყავს ამ მომენტში აბუსერიძე. აი ეს გოლი რო გაეტანა, შემდეგ უკვე იძაბებოდა. შეხვედრა 4-3 ხდებოდა ანგარიში და იყო დრო კიდევ ერთი გოლისთვის, მაგრამ ვერ გამოიყენა ეს მომენტი პარაგრაფმა. ყანჩელაშვილი გრძელი გადაცემა ბურთზე, ვინ თამაშობს? ხრით თამაშობს ძინძიბაძე, მაგრამ აუძე გადის ბურთი. ასათაშვილი გადაცემა არ გადის დათიაშვილზე, ძინძიბაძე ასათაშვილთან მოიგო უთაბძოლა, კაცია ბურთით შეუძლია მარჯვენა ფეხდას დარტყმა, მაგრამ კარგი არის ამ მომენტში. ასათაშვილი ვარდაში აართვა ბურთი კაციას. კარგი არის დათიაშვილი დარტყმა და ძემი ორფეხუთელს შორის მოახერხა დათიაშვილმა გაძღმა დარტყმა, მაგრამ მე მგონი იქ აიღო კიდევაც ეს დარტყმული ბარბაკაძემ. საბოლოოდ ბურთით დარჩა ჯეოქლინი, ეს იმას ნიშნავს, რომ მეკარეს არ მოხვედრია ბურთი. გადაცემა მაღლაკელიძე აკრობატულ ნახტომში ცდილობდა ბურთის მიღებაზე დამუშავებას, მაგრამ არ გამოდის. ცოტა ნაადრევად ჩამოყარა მგონი ყურები პარაგრაფმა აქვს, რომ გუნდს კარგად მიიღო აბუსერიძემ ბურთი, მაგრამ მოგვიჩანს არ შეიძლება ძელი გადაცემის გაკეთება ამ დროს. სწორი არის არბიტრი ამ მომენტში, ვინაიდან ასეთი გრძელი გადაცემის გაკეთება შეუძლია მეკარეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბურთს არ დაუტოვებია მონის ფარგლები და უშუალოდ თამაში დარჩა ბურთი. მხოლოდ იმ მომენტში მაღლაკელიძე ბურთით, ძინძიბაძე არ იყო თამაშწესების დაღვა როგორც იქამდე, აბუსერიძე ბურთით ვერ გაერკვა ამ სიტუაციაში. მაღლაკელიძე შემდეგ კაცია, კარგი არის ამ მომენტში. დაიწყო პუბლიკაზე თამაში კაცია, მაგრამ ცოტა ადრე ხო არ არის. ასათაშვილი ბურთით, ფიფია ნახოთ რას მოიწევს ირაკლი. ფიფია გაექცა ბურთი მონის ფარგლებს გარეთ. სულებას აკეთებს. პარაგრაფი აბუსერიძის ნაცვალ მოედანზე ბრუნდება ფეიქრიშვილი. ვნახოთ იქნება ამ სულება მოუტანოს ფეიქრიშვილს. ამ დაბრუნება მოუტანოს ფეიქრიშვილს წარმატება. კაცია სწორებს მოედანს, არ დაუშვენია ამ მოთამაშის მოგესალმება ამ დრომდე და ლაშა კალანდია ცვლის მას. ამ დროისთვის ძმები ამაგრებენ ჯეოქლინის უკანახას. არ გადაცემა იყო, ვერ ითამაშა საბოლოოდ ბურთზე მაღლაკელიძე. ბურთით რჩება არაგრაფი. ასათაშვილი მეკარის გადაცემა, შემდეგ მეკარის გრძელი გადაცემა, ამ ბურთს მიასწრებს ფეიქრიშვილი, ვერ იღებს ბურთს. მაღლაკელიძეს დარჩა ბურთი, ყანჩელაშვილი, ჯეოქლინის შეტევა, კალანდია დარტყმა, კარგი მოწმობა. ძალიან კარგი თამაშობს პარაგრაფის მეკარე ამ მომენტში.
ანჩელაშვილი არასოდეს გააცემა დათიაშვილი ბურთი ძალიან კარგად მოპარა დათიაშვილის ბურთი ძინძიბაძე მაღლაკელიძე ძინძიბაძე გაფუქება ანგარიში ძინძიბაძის კორნერს თუგს და ძალიან კარგი იყო ასე მაღლაკელიძე ამ მომენტში ძალიან კარგად გაითამაშეს კედელი მოთამაშეება და ძალიან შემდეგ ძალიან გამოზომული დაბალი დარტყმით გადაგზავნა პარაგრაფის კარში ბურთი ძინძიბაძემ და ხوارდასვა წერტილი ამ შეხვედრაში ეიქრიშვილი ვერ ამბობს ბურთი პარაგრაფს ისინი არიან მაინც ბურთით დათიაშვილი გადაცემა ეიქრიშვილზე თუ გავის ბურთი ვერ მიიღო ბურთი ხეირიანად ეიქრიშვილმა ძინძიბაძე როინის ცენტრში ხوار გაიწევს ჰეტრიკზე მაღლაკელიძე შემდეგ ყანჩელაშვილი ახსნება მიიღო ამ კანასკნანა ბურთი საბოლოოდ მოიპარა ბურთი ეიქრიშვილმა კვლავ ისერჩება ბურთით კვლავ ინარჩუნებს ბურთს დარტყმა არის მართლებით არასოდეს დარტყმული არასოდეს არ არის უბრალოდ ოძიგით იგერიებს ამ დარტყმულს ბარბაკაძე ძალიან კარგი სეივი განახორციელა ამ მომენტში ჩეოქლის მეკარე ასათაშვილი ბურთით ეიქრიშვილი მიიღო ბურთი მარჯვენა ფლანგიდან შეიწია ცენტრისკენ კარგად თამაშობენ დაცვაში აქ ჩეოქლის მოთამაშეები მაღლაკელიძე კვლავ ის არის ბურთით გადაცემა ძინძიბაძეზე და ხარიკა და ბოლოში ამბობს მაღლაკელიძემ 6-2 ხდება ანგარიში და ხო წინა სეზონის შეხვედრის რევანში ფაქტობრივად აღებულია უფრო დიდი ანგარიში ვინაიდან ახლა უკვე ანგარიში 6-2 არის თქვენს შეხვედრაში ის შეხვედრა წააგო შეოქლინო 5-2 და რევანშიც ასეთი უნდა ანჩელაშვილი ბურთით შეძლო უფრო მეტი გოლიც ვექილოთ არჩენილ დროში დაახლოებით 5 წუთი კიდევ აქვს თქონებს სათამაშო ეიქრიშვილი და კარგის მართლობის მაგრამ კარგი არის დაცვაში ანჩელაშვილი ეიქრიშვილი მოაწვის კუთხოს გადაცემა ასათაშვილზე მიიღო ასათაშვილმა ბურთი დააყონა გადაცემის გაკეთება ძინძიბაძე ბურთით 3-1-ზე არიან შეტევაში პარაგრაფის მოთამაშეები მაღლაკელიძე ყანჩელაშვილი დარტყმა იგერიებს ამ დარტყმულს პარაგრაფის მეკარე და სრულდება ასათაშვილის შეცვლის ისრად ასათაშვილის შეცვლის ბაჩა აბუსერიძე ძინძიბაძე ტოვებს ასევე მოედანს შამის ნაცვლად დარასელია მოედანზე აბლობის მეტად აცილებენ ძინძიბაძეს მოედნიდან რომელიც დამსახურებულია რაღაც მოგახსენებთ რომ თქვა დარასელია ბურთით შეუძლია დარტყმა კარის მართლებით ოთხური ლაბაზე გადაიღობა ამ დარტყმას ანჩელაშვილი მოაწმდეს ბურთს კუთხურიდან გრძელი გადაცემა არ გადის პარაგრაფის მეკარე ხელში იღებს და იჭერს ბურთს საფრთხეზე წამოდა პარაგრაფი კალანდია ბურთით დარასელიაზე გადაცემა და არაზუსტი იყო უნდა დაერთხა მომიჩა ალბათ მაინც სწორედ ამას კანდირებდნენ მათი გულშემატკივრებიც და ალბათ დაერთხა ასე ყოველთვის კარგია მაგრამ დარტყმა უკეთესი იქნებოდა ამ მომენტში ეიქრიშვილი მიიღო ბურთი და დაიტანა დაქვითა კიდევ ერთი გოლი 6-3 ხდება ანგარიში საფათადეს ბურთი ცენტრში პარაგრაფის მოთამაშეება ნახოთ რას მოახერხებენ ისინი დარჩენილ დროში მაგრამ 6-3 არის ანგარიში ხელზე ხდება ბურთი ბაჩა აბუსერიძეს ჯარიმა ანჩელაშვილი ბურთთან დაახლოებით 3 წუთი დარჩა სათამაშო დრო გუნდებს კალანდია ბურთთან ატოვა პოსტი ყანჩელაშვილმა კალანდია ბურთით გადაცემა დარასელიაზე ყანჩელაშვილი დარჩა საბოლოო ბურთით გადაცემა იბლოკება კალანდია შეველი დასროლა არაზუსტია ეიქრიშვილი მარჯვენა ფლანგზე გადაცემა აბუსერიძეზე არ გადის კალანდია ძალიან კარგია ფანცაში კალანდიას კიდევ ერთი
დაწესება კალანდია ძალიან კარგი სეი არის ანჩევაშვილი ძელი გადაცემა ეიქრიშვილი ახლა პარაგრაფი ჯარი მაგრამ არის თამაშის დარღვევა თამაში ალანტე არის თამაში ასათაშვილი შემდეგ გამარა აპლოში ეიქრიშვილის დათიაშვილი შეიძლება ხათაში ძალიან კარგი არის 3-1 არის შეტევაში. თამაშობდა კანჩელაშვილი ძალიან ცუდად. ბაღას აპროტესტებს ორგანიზაცია. რომელიც ასე ვითხოვს სრულებას და უკვე კაცია დაბრუნდება და ალბათ გაატარებს დარჩენილ დროს მოედანზე. შეკალანდია საბუთმეთ კაცის შემოქმედება. კიკია ბურთიც. ეიქრიშვილი ვერ მიიღო ბურთს, საბოთ ხანჩაშვილი აუწია გადააბურთი. დათიაშვილი. ეიქრიშვილი აბუსერიძე საბოლოოდ მის გადავალს მონის პარკლებს ბურთი და დარტყმა კარიდან ბარბაკაძე შეიყვანს ბურთს თამაში. დავდექო ბურთი მოდის ცენტრში, საერთოდ არავინ არ ყავს. კაცის მაგრამ კარგია ჩაჭრაზე ასათაშვილი დარტყმა კარის მიმართულებით და იგერიებს ამ დარტყმულს ბარბაკაძე ძალიან კარგად გას დღეს კარში ბარბაკაძე ჯეოგლინს ფრიდან ჩაიჭრა ეს გადაცემა კუთხურის შემდეგ ვაუ კუთხურს მოაწვის პარაგრაფი ძელი გადაცემა ფიფია დაუშვება დარტყმა კარის მიმართულებით ძალიან არასუსტი არის და დარტყმა კარიდან ბარბაკაძე იქნება ბურთით შეიყვანს ბურთს თამაში ბარბაკაძე და ალბათ დასრულდება ძალიან მალე დღევანდელი შეხვედრა ყაჩალაშვილის გრძელი გადაცემა მაღლაკელიძე თვითამაშს ამ ბურთზე დატო მაინც ბურთი თამაში ფიფია ძალიან ტექნიკურად გამოაქვს საჯარიმოდან ბურთი ფეიქრიშვილი მიიღო ბურთი შემოიწია მონის ცენტრისკენ კაცი მაინც კაციას დარტყმა და თიაშვილის ყვავი გერიებს ამ დარტყმულს ბარბაკაძე ფიფია მარტო არის საკუთარ ნახევარზე სამი ადამიანი აუდა მას ეგრევე და საბოლოოდ ბურთს გერიებს პარაგრაფს ეკარე ხარშილავა და დასრულდა ეს შეხვედრა დასრულდა ჯექის გამარჯვებით დაცემას ნიშნავს ელადიზე გაიყარებს პოზიციას შეხვედრაში 3 იმარჯვა დღევანდელ შეხვედრაში ჯექინმა და შეხვედრის MVP ამ საუკეთესო მოთამაშე ხდება თოთმას ეს ჯილო ნამდვილად დაიმსახურა ამ ადამიანმა ჩვენ კი ცოტა ხანი შევისწავლეთ და დაგიბრუნდებით შემდეგი შეხვედრით დროებით მეგობრებო